მოგესალმებით პარიზიდან. მე ირაკლი ზაქარიაძე გახლავართ. 23 დეკემბერია დღეს 2025 წლის. ჩემი მეოთხე თუ მეხუთე გამოსვლა ერთი სიტყვით. მინდა მოგახსენოთ, რომ მე 2006 წლიდან 2024 წლამდე ვიყავი ადვოკატთა ასოციაციის წევრი. არაერთხელ ჩემზე ფიზიკურად, სიტყვიერად გასწორებულა რის შესახებაც. ვაცნობებდი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს, მაგ დეგრადირებულ საცოდავს. რის შესახებაც ვაცნობებდი ზაზახ, იმას რა ქვია, დავით ასათიანს, იმჟამინდელ თავმჯდომარეს და რის შესახებაც ვაცნობე ყოველივე ეს, რაც თქვენ გითხარით, წერილობით, ჩემი ტვინი შერყევის ნიშნები, ჩემი უკანონო პატიმრობები, ვაცნობე ლელი ბჟალავას და მათთან ერთად ყოფ კიდე ფრიდონის იხუაშვილს. საერთოდ რეაგირება რო არ მოახდინეს, ვაცნობე პრემიერ-მინისტრს, ირაკლის ვაცნობე ღარიბაშვილს, ვაცნობე საპატრიარქოს, ვაცნობე ყოველი ტელევიზიას, რომ ეს ხალხი არ შეიძლება იყვნენ იურისტები, ვინაიდან არიან დაავადებული მძიმე განუკურნებელი სენით, სპიდით და როდესაც ადამიანი სპიდით დაავადებულია, მე თქვენ მოგახსენეთ, რომ ისინი ყოველდღე მოიხმარენ ფსიქოტროპულ ნივთიერებას და ყოველდღე მოიხმარენ მეტადონს. კანონით აკრძალულია, არ შეიძლება მორფინისტი, იურისტი, ახლა სურათებს გაჩვენებთ, რომ თქვენ იცოდეთ. აი ეს არის სამივე, ირაკლი ყანდაშვილი პირველი, დავით ასათიანი მეორე და ზაზა ხატიაშვილი. ესენი არიან მძიმე განუკურნებელი სენით დაავადებული სპიდიანები, ყოველდღე მოიხმარენ მეტადონს და ყოველდღე მოიხმარენ ფსიქოტროპულ ნივთიერებას. აკრძალულია კანონით მათი იურისტობა, რაზეც რეაგირებას არ ახდენს საქართველოში არც ერთი ტელევიზია, არც ერთი პოლიტიკური პარტია და არც ერთი ადვოკატი, თუმცა ამის შესახებ 50%-მა ადვოკატმა იცის და გუშინ თქვენ მაინც მიხმედით და ხმა მიეცით ვის ამ ავატყოფ დეგრადირებულს. ესენი არიან არა მარტო სპიდი დაავადებული, ესენი არიან სვინგერები, ესენი არიან ჰომოსექსუალისტები და ესენი არიან ერთმანეთის საყვარლები. ეს არის ფრიდონ სიხუაშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ზუსტად იგივე, რაც არის ზაზა ხატიაშვილი, რაც არის დავით ასათიანი, რაც არის ირაკლი ყანდაშვილი, ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას ფრიდონ სიხუაშვილზე. და კიდევ გაჭირვების ტალკვესი ადვოკატი ლელა ბჟალავა. იგივე სვინგერი, იგივე სპიდით დაავადებული, გარყვნილი ავატყოფით. კიდე ადვოკატთა ასოციაციაში რომ ბევრი დეგრადირებულია, მე წინადადებით მიმართავ მსოფლიო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს და წინადადებით მიმართავ საქართველოს ლეგიტიმურ და სპიდიან მთავრობას არა, წინადადებით მიმართავ და განცხადებით აუცილებლად მიმართავ ამის შესახებ რეაგირება მოახდინო. ყველაზე მინიმუმი, ახლა ზაზა ხატიაშვილი და ასათიანი და ყანდაშვილი ერთმანეთის საყვარლები თუ არიან და ცოლებს თუ ცლიან ერთმანეთში, ეს კანონით დაშვებულია და მათი უფლებაა, კაცო. მაგრამ როდესაც სპიდით ადამიანი დაავადებულია და ყოველდღე მეტადონს ღებულობს, ხო, ეს უკვე საქართველოს კანონით აკრძალულია, მათი იურისტობა არ შეიძლება და ყველაზე მინიმუმს ანალიზს მაინც ჩააბარებებენ ზუსტად 2 წუთში თითიდან ასე ჩხირის წკაპ და იქნება ხარ სპიდიანი, ან დადებითი პასუხი იქნება, ან უარყოფითი პასუხი იქნება. ეს ზუსტად კეთდება 2 წუთში. მე თქვენ მოგახსენეთ ირაკლი ყობახიძეზე, მე თქვენ მოგახსენეთ ღარიბაშვილზე, მე თქვენ მოგახსენეთ წულოკიანზე, პაპუაშვილზე, კახიკალაძეზე, მდინარაძეზე. ეს იგივე სპიდიანები არიან. მე არ ვიცი ისინი გარყვნილი სვინგერები არიან, არ ვიცი ღმერთმა მკითხოს, არ ვიცი, მაგრამ გაგებული რომ მქონდეს აუცილებლად გეტყვით, მაგრამ 100% გეტყვით, რომ ისინი არიან სპიდით დაავადებული და ყოველდღე მოიხმარენ მეტადონს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. იმიტომ არ გააკეთეს რეაგირება, იმიტომ არ მე დევნილი, იმიტომ არ მე ცუდი, იმიტომ არ მე ყველასგან მოძულებული, რომ ამ ყველაფერში ფული არ ავიღე და არ გავჩერდი. პლუს ამას რა ვიცი, რაღა უნდა გითხრათ ამაზე მეტი. ღმერთმა გაგაძლიეროთ. რაც სათქმელი იყო, მე თქვენ გითხარით და არ მგონია აწი მე თქვენ რამე გითხრათ. უფალმა გაგვაძლიეროს. კარგად ვწამდებოდეთ.